20 წლის წინ 1998 წლის 17 ივლისს ქალაქ რომში გაეროს უფლებამოსილ წარმომადგენელთა კონფერენციამ მიიღო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება რომის სტატუტი. კაცობრიობის ისტორიაში პირველად სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს ეღიარებინათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუდმივ მოქმედი იურისდიქცია მათ ტერიტორიებზე. რომის სტატუტის თანახმად ყველა სახელმწიფოს ვალდებულებაა განახორციელოს თავისი სისხლის სამართლის იურისდიქცია იმ პირებზე, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისთვის. რომის წესდება ძალაში 2002 წლის 1 ივლისს შევიდა და მას ხელი 139-მა სახელმწიფომ მოაწერა. რატიფიკაცია კი 123-მა ქვეყანამ მოახდინა. ამ ქვეყნებს შორის არ არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც 2000 წელს საერთაშორისო დოკუმენტს ხელი მოაწერა, თუმცა სრულიად გასაგები მიზეზების გამო 2016 წლის 16 ნოემბერს ოფიციალურად უარი თქვა მის რატიფიკაციაზე. საქართველოს პარლამენტმა 15 წლის წინ მოახდინა რომის წესდების რატიფიკაცია. იმთავითვე ეს ფაქტი შეფასდა როგორც ისტორიული მოვლენა, რომელზეც საქართველო დიდი მედებს ამყარებდა. რომის სტატუტის მნიშვნელობაზე და მისი ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ უამრავი უმძიმესი დანაშაული, რომელიც ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე 2003 წლის შემდეგ, ანუ რომის წესდების რატიფიკაციის შემდეგ, ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარიას განმარტებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევები სრულად შეესაბამება რომის სტატუტის მთელ რიგ მუხლებს. ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციამ უარი თქვა რომის წესდების რატიფიკაციაზე, გამახარიას თქმით, მოსკოვს პასუხისმგებლობისგან არათავისუფლებს. საქართველომ მოახდინა მისი რატიფიკაცია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ დღემდე ჯეროვნად გამოყენება აი ამ სასამართლოსი განსაკუთრებით აფხაზეთთან მიმართებაში. ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში თქვენ იცით, რომ იქ მიმდინარეობს ეს პროცესი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის წარმატებით ჩვენთვის დასრულდება, მაგრამ აი აფხაზეთთან მიმართებაში ჯერჯერობით ჩვენ პროგრესი ამ მიმართულებით არ აგვაქვს. ჩვენ მივეჩვიეთ და ვლაპარაკობთ აი ადამიანის უფლებები ირღვევა, ადამიანის უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კარგად ჩავიხედავთ აი ამ რომის სტატუტში, აი ეს უფლებები რაც დღეს იქ ირღვევა, დღეს 2018 წელს ეს მთელი რიგი დანაშაულობები აი ზუსტად მიესადაგება იმას, რაცაც აი ჩვენ ვკითხულობთ რომის სტატუტში. მუხლი, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ეხება, აი წავიკითხავ ერთ-ერთ ქვეპუნქტს. აი რა მიეკუთვნება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს. ნებისმიერი იდენტიფიცირებული ჯგუფის ან ერთობის დევნა პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული და ასე შემდეგ ნიშნით. აი ხო დევნა რას ნიშნავს? აქვე არის განმარტებული. დევნა ნიშნავს საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ ამა თუ იმ ჯგუფის ან ერთობისადმი კუთვნილების ნიშნით ძირითად უფლებათა განზრახ და სერიოზულ ხელყოფას. ეს ხომ პირდაპირ ეხება იმ ვითარებას, აი იმ ტრაგიკულ, საშინელ ვითარებას, რომელიც დღეს გალის რაიონში ხდება. და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ახლა აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სასამართლო ყველა შესაძლებლობა გვაქვს ამისთვის, საჭიროა მხოლოდ ჩვენი ნება. საჭირო არის პროფესიონალები, რომლებიც ამას შესაბამისად გააფორმებენ და წარადგენენ იქ, სადაც საჭიროა. ჩვენს გვაქვს უფლება, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იქ მასალები წარადგინოს, უფლება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს წარადგინონ ეს მასალები და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ სერიოზულად პირდაპირ წინასწარ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამისთვის სერიოზულად ვემზადებით. წინ არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც სოხუმის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება და ეძღვნება სწორედ აი ამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-20 წლისთავს, გენოციდის კონვენციის 70 წლისთავს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ასევე 70 წლისთავს. და მე ამ მასალებსაც გამოვიყენებთ და სერიოზულად შევუდგებით
აი ამ სასამართლოსში იმ საკითხების გატანას, იმ უბედურების, იმ ტრაგედიის გატანას, რაც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ტრიალებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის საერთაშორისო კავშირების განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ გალობლიშვილი თვლის, რომ როცა საქართველოს რუსეთის პერმანენტული აგრესიის ქვეშ იმყოფება, აფხაზეთის ლეგიტიმურმა სტრუქტურებმა მსგავსი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს. სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა უნდა იქცეს ლეგიტიმური სტრუქტურების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად. არა მხოლოდ რომის სტატუტის 20 წლის თავია, ამავე დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 70 წლის თავია და ასევე გენოციდის დანაშაულის კონვენციის 70 წლის თავი, რომლის არ გამოყენება და ამაზე რეაგირების გარეშე ამ ყველაფრის დატოვება მიმაჩნია დანაშაულადაც კი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ეს საკითხი დავიწყეთ, ჩატარდეს სამეცნიერო კონფერენცია აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგანაც ყველა იმ საკითხს, რაც არის მოტანილი რომის წესდებაში, მთლიანად აი ყველა საკითხი, ყველა დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ტერიტორიაზე და გრძელდება დღესაც. რადგანაც საქართველოს ამას შეუერთდა 15 წლის წინ, მაგრამ ყველაფერ ამას ჰქონდა წინაპირობა და რაც დღეს ხდება ადამიანის უფლებათა დარღვევის თუ კულტურული გენოციდის თვალსაზრისით, დამონების თვალსაზრისით, როდესაც ვამბობ მე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, აქ უამრავი ფაქტორი არის და შემადგენელი ამისა. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ის კი არა ბავშვი თუ იბადება, ბავშვს არ არეგისტრირებენ, რაც პირდაპირ არის მითითებული რომის სტატუტში, რომ ეს არის აი იმ ბალანსის შეცვლისთვის კეთდება და ეს დანაშაულია რაც. და უამრავი სხვა ფაქტორი, მკვლელობები, საკუთარი საცხოვრებლის წართმევა, დანგრევა და 1000 რამ რათა სწორედ ქართველი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ჭაჭანებაც კი აღარ იყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამაზე არასდროს არ მიგვიტოვებია მუშაობა იმ თვალსაზრისით, რომ ამ ფაქტები იქნებოდა თუ ისინი აქვეყნებდით წერილებს და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა დადგეს საერთაშორისო საკაცობრიო განსჯის საგანი. ამ საკითხზე ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გია გვაზავას. როგორც გია გვაზავა აცხადებს, რომის წესდება უფრო ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული აფხაზეთში განხორციელებულ დანაშაულებებთან მიმართებაში და ამ კუთხით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება მუშაობის გააქტიურებას გეგმავს. სტატუტი, რომელსაც ჩვენ 2003 წელს შევერთით საქართველოს, იძლევა საშუალებას სისხლის სამართლის საქმეების განხილვას საერთაშორისო დონეზე. ეს არის მისი ძირითადი დანიშნულება. ესე იგი, იმ დანაშაულებებს, რომელიც გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულებების, ადამიანთა ესე იგი უფლებების დარღვევის, შესწავლის და რეაგირების თაობაზე არის შექმნილი ეს საერთაშორისო სტატუტი. ჩვენ შეერთებული ვართ მას 2003 წლიდან, მაგრამ როგორც იტყვიან, აი ეს გამოყენება მისი, ჩემის აზრით, ისე ეფექტურად არ ხდება, როგორც ჩვენთვის იქნებოდა საჭირო. თუნდაც 82-ას საქმე, ტატუნაშვილის საქმე და ასე შემდგომ და კიდე სხვა ბევრი საქმეები, არა მარტო მკვლელობები, არამედ ხალხის გატაცება, გადაადგილების საშუალებების შეზღუდვა, ქონებრივი საკითხებიც, აუცილებელია უფრო ქმედითად ავამუშაოთ ეს მექანიზმი და საჭიროა რომ ჩვენ ალბათ უმაღლესი საბჭო ჩვენი ხელისუფლება მთლიანად აფხაზეთის
გარკვეულწილად თხოვნით კიდე მივმართავთ ჩვენ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ამ საკითხს. ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. უფრო მეტი მტკიცებები უნდა გადავდგათ, მოვითხოვოთ, დავაყენოთ ეს საკითხი, ალბათ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ დანაშაულები გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პრაქტიკულად ქართული მოსახლეობა ძალიან მძიმე პირობებშია და ყოველწუთი შეიძლება ადამიანის სიცოცხლე მოისპოს, ან გაიტაცონ ადამიანი და ამაზე რეაგირება რომ მოხდეს.